გამარჯობა, მოგესალმებით ეკომეგობრული პოდკასტიდან, რომელსაც წარმოგიდგენთ სპეციფიური ნარჩენების მართვის ასოციაცია Waste-less-ი. მე მის წამყვანი ნინო ბარჯაძე ვარ და როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო სტუმრებით ვართ დღესაც. ეკა ბუგიანიშვილი, რომელიც არის Paycar-ის დამფუძნებელი და ანა ქველაძე, Zero Effect-ის დამფუძნებელი ასევე. დღეს იმიტომ გადავწყვიტეთ ამ თემაზე საუბარი, რომ მე პირადად ხშირად მეკითხებიან ხოლმე და ზოგადად აი ვინც ეკოლოგიით დაინტერესებული ადამიანები ვართ, ხშირად გვაქვს ეგ პრობლემა, რომ თითქოს აი ალტერნატივა არ გვაქვს იმ რაღაცა პროდუქციის, რომელიც არის არაეთიკურად და არამდგრადად, ასე ვთქვათ, შექმნილი. და Paycar-ი არის აბსოლუტურად სრულად ეკომეგობრული პროდუქციის მწარმოებელი, ხო? მოდი პირველ რიგში შეგვითხარი, რას საქმიანობს Paycar-ი, რას აწარმოებთ და მე გადავიდეთ რატომ და როგორ. კი ბატონო. მოკლედ Paycar-ს რაც შეეხება დაახლოებით 3 წელია რაც დავაარსეთ, ჩვენი ესეთი მართლა პატარა საწარმო, რომელიც ჩვენს ოჯახშივე დაფუძნდა და დასაქმებული ვართ ჩვენი ოჯახის ქალები, ასე ვთქვათ, მე და დედა და ბებოც მათ შორის ვაკეთებთ ძველი ქსოვილებისგან, ნარჩენი ქსოვილებისგან, რომელიც საბჭოთა დროს ხდებოდა მათი წარმოება. მათ ძენთ ახალ სიცოცხლეს, ესენია ვთქვათ, სუფრები, ჩაისტილოები, სეწრები, არ ვიცი, რაც კი რამე იყო, რომელიც ხანდახან ზითევისთვის ჰქონდათ გადადებული. ანუ ყველა ოჯახში ძალიან ბევრია ასეთი ქსოვილი. რაღაცნაირად ეს დალაგებული, როგორც წესი შემოდნებში ჩაწყობილი და ასე შემდეგ. და ეს იდეა რო გაგვიჩნდა, მე და ჩემ ძმას გაგვიჩნდა ამის ჩამოყალიბება, ასე ვთქვათ, ჩამოვაყალიბეთ ეს იდეა. რაღაცნაირად ისე გამოვიდა, რომ მრავალმხრივი სახე შეიძინა ამ ჩვენმა ბრენდმა, იმიტომ რომ ერთის მხრივ არის, რომ ეს მართლა შეიძლება ძალიან დიდ წვრილი ვერ შეგვქონდეს ამ გარემოს დაცვით საკითხში, მაგრამ ის რომ ჩვენ ახალ ქსოვილებს არ ყიდულობთ და ვცდილობთ რომ ძველისგან შევქმნათ ახალი და კერავთ რას ამ ძველი? ხო, ჩვენ ვკერავთ ჩანთებს, აქსესუარებს, ქუდებს, თმის სამაგრებს, რომელიც ამ კომპონენტთან ერთად ბევრს ახსენებს რაღაცა ბავშვობას. ეს წარსული, რა თქმა უნდა, პოზიტიური არ იყო ეს მთელი პერიოდი, მაგრამ ამ პერიოდში გავიზარდეთ, ხო, და აი რაღაცა რო ნახულობენ, ფიქრობენ, რომ ვაუ, ეს მეც მქონდა ეს რაღაც უფრა მაგალითად და რაღაც ეს ცნაცნობი ორნამენტები, ზუსტად, ხო, იხსენებენ ძველ დროს, რაც კიდე თავისებურ მუხტს ძენს ამ ყველაფერს. თან მე ძალიან მოწონს დიზაინის კეთება და ამ ყველაფერს, ანუ ვცდილობთ, რომ აი რაღაცნაირად ისეთი თანამედროვე პროდუქცია შეიქმნოს, რომ ერთს მიხვდე, რომ ძველი ქსოვილისგან არის მაგალითად და მიმზიდველი იყოს და სიამოვნებით ატარებდეს ყველა ამას. და სრულად ამ ძველი ნაჭრებისგან არის, ხო? ყველაფერი არის ძველი, რასაც ვიყენებთ. ნუ ხანდახან ვიყენებთ, თქვათ, ელვა შესაკრავებს და პატარა რეზინებს, რაღაც დამხმარე მასალები გვაქვს, მაგრამ ქსოვილები არის ძველი ყველაფერი. საინტერესოა. კი, და თვითონ ახლა Zero Effect-ზე რო გადავიდეთ, როგორც ვიცი, Paycar-ის პროდუქციაც არის თქვენს მაღაზიაში და კიდევ სხვა ძალიან ბევრი უამრავი ეკომეგობრული ნივთი და აი ზოგადად გითხარი რა კონცეფციას ატარებთ. კი ბატონო, Zero Effect-ი არის ნული ნარჩენის კონცეფციის მატარებელი, ნარჩენი ნიშნავს იმას, რომ რაღაცნაირად ვიცხოვროთ ისე, რომ ჩვენი კვალი ნეგატიური არ დავტოვოთ დედამიწაზე. Zero Effect-ის სივრცე და თვითონ ეს მაღაზია არის სხვადასხვა, იმიტომ რომ მაღაზია არის პლატფორმა, რომ ეკომეწარმეებს, ასე რომ ვთქვათ, მივცეთ სივრცე, სადაც შეიძლება თავის ნაწარმოები ქართული, რა თქმა უნდა, მდგრადი ეკომეგობრული ნივთები გაყიდონ და Zero Effect სივრცე ეს არის სივრცე, სადაც ტარდება ვორქშოპები, აქტივობები, თუ როგორ გადავიდეთ ეს რაც შეიძლება ნაკლები ძალისხმევით ამ ნული ნარჩენის სტილის ცხოვრებაზე. ამ ხრივ მაღაზიას დავიწყებ ჯერ საუბარს, მაღაზიაში Paycar-იც არის წარმოუდგენელი, ჩვენ დავიწყეთ 2018 წელს ამ მაღაზიის მუშაობა. კი, გავხსენით
ერთმანეთით ვართ მელიქიშვილზე და ეს სივრცე იქ გვაქვს. თავდაპირველად, როდესაც დავიწყეთ ამ მაღაზიის გაკეთება და მოვიძიეთ, ვინ შეიძლება ყოლოდა მაღაზიაში, ესე იგი მეწარმეები, ძალიან ცოტა მეწარმე მოვიძიეთ, სამწუხაროდ თითქმის არავინ არ იყო, ვინც აწარმოებდა. 19-ში მით უმეტეს, ხო? ხომ რაღაც უფრო აქცენტი იყო გაკეთებული, არა ნულნარჩენზე, აქცენტი იყო უფრო გაკეთებული გადამუშავებაზე. მოვიხმაროთ, მაგრამ გადავამუშავოთ. რაღაც ეს ჩვენ კონცეფციაში კიდევ ეს ნულნარჩენის კონცეფციაში გადამუშავება არის ბოლოს წინა მეთოდი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ თუ რაღაც სხვა გზა არ გვაქვს რაღაც ეს. და შესაბამისად, როდესაც მაღაზია გავხსენით, ნაწილი პროდუქციის წარმოების ჩვენ თავად მოგვიწია. ძალიან ცოტა მეწარმე ვინც ვიპოვეთ, ისინიც რა თქმა უნდა შემოვიყვანეთ ჩვენ სივრცეში და ძალიან ბევრს, სადღაც 70-75% პროდუქციის ჩამოქვდა იმპორტს ვაკეთებდით. იმპორტს ვაკეთებდით, ოღონდ რაღაცნაირად მეთოდი გქონდა შერჩევის კომპანიების, მაგალითად, რაღაც ესეთი სასაცილოობა იყო ერთხელ, როდესაც უცხოელმა მეწარმემ გამოგვიგზავნა კბილის ჯაგრისები, ბამბუკის კბილის ჯაგრისები, სატესტო, ჩამოვიდა პლასმასის შეფუთვაში და ანუ ჩვენ რაღაც მივწერეთ, რომ ანუ სწორედ იმიტომ გვინდა ეს რომ იყოს პლასმასის შეფუთვის გარეშე. რაღაც ერთჯერად პოლიეთილენში იყო ჩადებული და შემდეგ ესე დროთა განმავლობაში მოვიძიეთ ეს საიმპორტო მასალა, რომელსაც შემოვიტანდით და გავხსენით ესე მაღაზია 2019 წლის 20 იანვარს გავხსენით მაღაზია. მანამდე რაღაც ეს მოძიების და აწყობის პროცესი გქონდა. შემდეგ უკვე დროთა განმავლობაში გაიზარდა ეს ადამიანთა რაოდენობა, სოციალური საწარმოები, ეკომეგობრული ბიზნესები და შესაბამისად ვიმატებდით ნელ-ნელა, ვიმატებდით. რაღაც ანუ ვინაიდან რადგანაც ეს რაღაც სიახლეა და რაღაც თითქოს ეს მომავლის პერსპექტივის ამბავია, ძალიან ბევრი გამოწვევა გქონდა, თუნდაც ფინანსური თუნდაც რა ვიცი ეს ცნობიერების ამაღლების კამპანიებიც გქონდა, მაგრამ ზოგი წარმატებული იყო, ზოგი წარუმატებელი. გქონდა რაღაც ისეთი როგორ თქვა გადაულახავი გამოწვევები, რაც იყო მაგალითად ჩვენ სივრცის წინ მოხდა რეაბილიტაცია გზის და იმ პერიოდში ხალხს ვერ ვიღებდით. შემდეგ რა მანამდე კორონა იყო და რაღაც დაგემთხოთ ყველაფერი დაგვემთხვა მოკლედ. მაგრამ მაინც ხართ და ხო, ალბათ ერთადერთი, ესე ვიტყოდი, ესე ჯერჯერობით ფიზიკური სივრცე, სადაც შეიძლება ხო რომ ერთად თავმოყრილი ნახო ეკომეგობრული ნივთები. რო დავამატო თუ შეიძლება, ანუ ძალიან კარგად მახსოვს, პირველად მე დავე კონტაქტი ახალი ჩამოყალიბებული ქონდა ჩვენ ბრენდი და არ დამავიწყდება როგორი პასუხი მივიღე მათგან, იმიტომ რომ რაღაც ესეთი ტექსტი იყო, რომ ჩვენ ანუ ვუთხარი რომ ამას ვაკეთებთ და ხომ არ დაინტერესდებოდით, იმიტომ რომ ჩვენც ვეძებდით რეალიზაციისთვის, რა თქმა უნდა, სივრცეებს და ჩვენ სანთლის შუქს ვეძებთ თუ ასე მეწარმეებსო და აი ვა ვიფიქრე რომ როგორი სასიამოვნო. არა, ეხლა რო წარმოვიდგინე 2018-ში ალბათ მართლა ხო, ფექსიკიდებდა და მე ანუ თუ შეიძლება მეც რო ორი სიტყვა ზერო ეფექტზე ვთქვა, იმიტომ რომ ჩემთვის მარტო ის არ იყო, რომ თქვათ მაღაზია და პროდუქციას ვყიდით, არამედ მე თვითონ იგივე განათლების კუთხითაც მართლა გქონდათ ხოლმე ხშირად სემინარები სხვადასხვა თემებზე, იგივე პლასტმასის გადამუშავება, თქვათ ქაღალდის, რაც ბევრი რაღაცა მეც არ ვიცოდი და მეც მაგზაზე ვიყავი, რომ შემესწავლა რაღაც თემები. თუნდაც ერთი მაგალითი შემიძლია ვთქვა, რომ ის მე რაღაც პერიოდი გერმანიაში ვცხოვრობდი მანამდე და იქ ხო ნუ ყველაფერი მუშავდება და ვიცოდი, რომ ნაგავი როგორ დავახარისხო. მაგრამ აი ზუსტად თქვენთან ერთ-ერთ სემინარზე და თქვენთან საუბრებში აღარ მახსოვს დავფიქრდი მაგალითად ერთ-ერთ თემაზე, რომ ის კი არ არის კარგი, რომ ბოთლს ჩააბარებ და ფულს მიიღებ და არა მაგარია. არამედ იმაზე რომ ვიფიქრო, რომ მანამდე რატო ყიდულ იქნე მის ბოთლი არ იყიდო. შემცირება არის ხო პირველი და ესეთი თემები, ანუ ვფიქრობ, რომ რა ვიცი, ზერო ეფექტი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი როლი აქვს ამაში შესრულებული, რომ რაღაცა ეს თემები გაევრცელებინათ საზოგადოებაში. თავისი დიდი წვლილი აქვს ნამდვილად. კი, და დღემდე იმედია მომავალში. ანუ შემთხვევაში როგორ იყო, რა იყო, რის გამო შეიქმნა საერთოდ ფეიქარი, ანუ საწყისი რა იყო, რაღაც ეკოლოგიური თვალსაზრისით თუ უფრო ბიზნესის თვალსაზრისით თუ ერთად ალბათ შეიძლება ხო, ანუ მე ვერ მოვიტყუები თავდაპირველი იდეა არ იყო ეკომეგობრული ბრენდის შექმნა.
საერთოდ სხვანაირი იდეა გქონდა ეს ყველაფერი შევქმნით უფრო დედასთვის, იმიტომ რომ რაღაცეთ პერიოდი ქონდა რომ დასაქმებული აღარ იყო, რაღაც ცოტა რთული პერიოდი ქონდა ცხოვრებაში და ვიფიქრეთ რომ რაღაცა სასიამოვნო მისთვის თვითონაც არ არის საერთოდ მკერავი არ არის არაფერი, უბრალოდ ახალგაზრდობაში უყვარდა მასას და დეიდასაც, რაღაცა ბურდა ჟურნალები ქონდათ ხოლმე და კერავდნენ, ცოტა განსხვავებული რაღაც რო ჩაეცვათ, კერავდნენ რაღაც ტანსაცმელს თავისთვის. ამიტომ უყვარს ეს კერვა, იცის და ამიტომ ვფიქრეთ რომ მოდი იქნებ რაღაცა მაგ კუთხით შევქმნათ რაღაცა სტარტაპი, ხო? და მე ეს იდეა განმოვითარეთ და ჩამოყალიბდა ფეიქარი, მაგრამ თვითონ ესეთ თემებზე როგორიც არის თავიდანვე გათვლა იყო რომ ეს მეორადი ნაჭრები უნდა გამოგეყენებინათ თუ კი, ოღონდ ამას ვხსნი რომ მაგ იდეით არ გავაკეთეთ რომ გარემოს დაცვისთვის მოხდათ ეს ძველი ხო, ვიფიქრეთ უფრო იდეა საინტერესოა და არ ჩვეულებრივი ჩანთაკი არ იქნება, არამედ იქნება რაღაცა განსხვავებული ისტორიით, თავისი ისტორიით და რაღაცა ძველისგან ახალი შექმნით და განსხვავებული. თუმცა მე რომ მივხვდი ეს სტარტაპების შექმნაც ჩვენ თუ საუბრობდით, რომ რაღაცა ბავშვობიდან რაღაცები ხო გველექება გონებაში და შემთხვევაში იყო რომ ამ თემებთან გარემოს დაცვით თემებთან შეხება მქონდა დაახლოებით 2008 წლიდან. კონკრეტულად მოვხვდი მეგობრის რჩევით და ასე ვთქვათ, რაღაცა გერმანული ორგანიზაცია იყო, რომლის წყალობითაც წავედით გერმანიაში და სემინარებს დავესწრით. ეს სემინარები ზაფხულის სემინარები იყო ზუსტად ეკომეგობრულ თემებზე. მაშინ არც გერმანული ვიცოდი კარგად და ყველა ეს თემები საერთოდ პირველად იყო. მაგალითად, თამაშით ვაკეთებდით ამ ყველაფერს, რომ რა ეკო კვალს ტოვებ გარემოს და კითხვები იყო, რომ სარეცხ მანქანას რამდენჯერ იყენებ კვირაში და ეს და ფიქრობდი, რომ აი ღმერთო ჩემო რაში აინტერესებთ ახლა რა მნიშვნელობა აქვს რამდენჯერ ჩავრთავ თქვათ სარეცხ მანქანას და ნუ ეს იყო პირველი იმპულსი თუ არ ვიცი რა დავარქვათ, რომ რამაც დამაფიქრა რაღაც თემებზე. მაგ პერიოდიდან მოყოლებული სულ მე ეს როგორც გერმანია ვახსენე, მე იქ კიდე უფრო შეხება მქონდა. ნაგვის დახარისხება ძალიან რთული აღმოჩნდა ჩემთვის. იქაც ვერ ვიგებდი რატო უნდა ჩამეყარა ყველაფერი ძალ-ძალკე. თუმცა ეს ჩვევაში რო გადამექცა მე და აქ დაუბრუნდი და იგივე ზერო ეფექტთან ეს სემინარები ყველაფერი დღემდე მე და ჩემს ოჯახში ვაგროვებთ ქაღალდებს, პლასტმასას, რაც შესაძლებელია, რომ ჩავაბაროთ ხანდახან. ხანდახან ვფიქრობ, რომ რა ვიცი, ხო, ზოგისთვის უცნაურად გამოიყურება ჯერ კიდე, მაგრამ მე მიხარიღ და ეჩემც აგროვებს მაგალითად და რაღაც აი ჩვევაში რომ გეკცევა, ვფიქრობ, რომ ხო, მაგას ბევრი აღნიშნავს, რომ აი რაღაც პერიოდი თუ ცხოვრობენ ისეთ ქვეყანაში, სადაც ხდება სეპარაცია, მე აქ რო ჩამოდიან, უჭირთ, ასე ვთქვათ, ერთ ურნაში გაუაზრებლად ყველაფრის ჩაყრა რა, ანუ უკუ ამბავია, როგორც მიუჩვევას უჭირს მიჩვევა, ასევე პირიქით, ხო? თქვენი კონცეფცია აი საიდან წამოვიდა? ალბათ თავიდან ბოლომდე რაღაც ეკომეგობრულობის გამო დაიწყო არა, ეგ ამბავი თუ იყო რაღაც ბიზნესის კომპონენტი? ჩვენ რაც შეგვეხება, ზერო ეფექტი 3 გოგოს დაფუძნებულია, მე და ჩემი 2 მეგობრის და ესე დასაწყისი იყო 3G ვარ. დასაწყისი იყო ესეთი, რომ ანუ ერთ-ერთ დამფუძნებელ ზერო ეფექტის ჩემ მეგობარს მოუნდა, ანუ ზოგადად დაინტერესდა ამ თემით. თემით რა, ანუ დაინტერესდა რომ როგორ შემიძლია უბრალოდ ჩემი ცხოვრება ნაკლებ ეს ნარჩენიანი გავხადო. და რომ მოიწია საქართველოში რომ რაღაც მინდა რომ ვიყიდო, რაღაც ეს კიდე უფრო ადრე იყო. ვერაფერიც ვერ იყიდა. და მე ჩვენც გითხრა, ჩვენც დავინტერესდა ჩვენ 2 მეგობარი და ეს სადღაც აი შეიძლება 2017-ის ბოლოდანაც, ან შეიძლება 2018-ის დასაწყისში. ანუ ესე, ხო, მე უკვე რაღაც ცოტა ესე მუღამში შევედით, რომ აი რამე ხო იქნება რა. ხო და მე რაღაცნაირად გადავწყვიტეთ, რომ რატომაც არა კარგი თემა, მოდი ამაზე ვიმუშაოთ და ვიფიქრეთ, რომ აი ონლაინ ხო არ გავაკეთოთ რაღაც პლატფორმა, ან ონლაინ ხო არ ჩამოვიტანოთ ეს ნივთები და გავყიდოთ და მივხვდით ეგეთ რაღაცას, რომ ონლაინ ეს ყველაფერი იქნებოდა, როგორ ვთქვა, გაუგებარი ადამიანებისთვის, მომხმარებლისთვისაც და ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ცოტა ვერ აუხსნიდი ის სილიკონის ყურის ჭხირი მრავალჯერადი ონლაინ
თუ არ შეხედავდა და ნახავდა თვითონ რომ უი მართლა ეს ტექსტურა და უი რაღაც მართლა ერთჯერადი არ არის, ვერ აუხსნიდი რომ ეს მართლაც ის გადამჭრელი ნივთია, რომელიც ამ ვეის სამცირებს მაგალითად რაღაც კონკრეტულს, ხო? ხო და ამიტომ მოვიდა იდეა რომ მოდი აი გავხსნათ სივრცე. გავხსნით სივრცე და ანუ რა თქმა უნდა პირველ რიგში ეს იყო რაღაც ჩვენი საკუთარი თავიდან მოტივირებული რომ ჩვენ მქონოდა ესეთ სივრცე, სადაც ჩვენ თვითონ შეგვეძლებოდა ნივთების ყიდვა და ასე შემდეგ და იყო რაღაცნაირად ეს ბიზნეს კონცეფციის ჩამოყალიბება დაგვჭირდა, იმიტომ რომ როგორ გითხრათ, ისეთ სოფლიოში ვცხოვრობთ, სადაც ფინანსების გარეშე შეუძლებელია და წარმოუდგენელია, იმიტომ რომ სულ რომ მოგინდეს, რომ მთელი შენი ძალისხმევა დახარჯო რაღაც ესეთ სოციალურ თემებზე, რაღაც დარჩენ მშიერი ბოლოს. და საქმეც ისე არ გაკეთდება, როგორც ძალიან ბევრი წვალება იქნება საჭირო და ანუ გადავწყვიტეთ რომ ეს ფინანსური ნაწილიც ეს ყოფილიყო რომ გავყიდით ამ ნივთებს და რაღაცნაირად მე ამით ვასაზრდოებდით ამ ჩვენ სოციალურ პროექტებს. რამდენად შედგა, რამდენად გამოვიდა აი ეგ თქვენი ჩანაფიქრი? რამდენი პროცენტით გამოვიდა ეგრეთ გითხავდი? აი რაღაც იდეალური ვარიანტი ალბათ გქონდათ ჩაფიქრებული, რამდენად ახლოს მივიდა ეგ ყველაფერი? აი ეხლა ვიტყვი ორი თარიღია ზერო ეფექტის ისტორიაში, რომელ ორ თარიღზეცაც გვერდს ვერ აუვლი ამ განვითარების თვალსაზრისით. კორონამდე ზერო ეფექტი რა თქმა უნდა იყო გამოწვევები, რა თქმა უნდა იყო ეს ფინანსური გამოწვევებიც და ძალიან ბევრი რაღაც, მაგრამ 2020 წლამდე, კორონას დაწყებამდე, მოკლედ, განვითარება იყო რაღაც ეს მზარდი, საკმაოდ მზარდი, გვინდოდა ბათუმში მეორე ფილიალის გახსნა და აი არ ვიცი გახსოვთ თუ არა მარტი იყო 2020 წლის მარტი იყო, როცა ჩაიკეტა ყველაფერი და აი ზუსტად ეგ პერიოდი იყო, რომ ვიპოვეთ ბათუმში, ძველ ბათუმში ფართი, პირიქით ამ ფლობელს ვისგანაც უნდა გვექირავებინა ეს ფართი მოეწონა ეს იდეა, მხარს გვიჭერდა, რაღაც ძალიან ისე შეღავათიან პირობებს გვაძლევდა და აი რაღაც მაისში რომ უნდა წავსულიყავით, რომ რაღაც პროდუქცია ჩაგვეტანა და დიზაინი, საბოლოო დიზაინი ჩამოგვეყალიბებინა, უცებ კორონა დაიწყო. დაიწყო კორონა და სრულად მოუმზადებელი აღმოჩნდით კორონასთვის. იმიტომ რომ ჩვენი ონლაინ გაყიდვები არ იყო ესეთი ძლიერი, საერთოდ არ იყო სადღაც აი 100%-დან იყო ალბათ 10%. და შესაბამისად რაღაც მანამდე რაღაც პროექტებშიც მონაწილეობდით. ჩვენც ძალიან ბევრი გასვლა გქონდა სკოლებში და ასე შემდეგ და უცებ აი კორონა დაიწყო და დავიკეტეთ ფაქტიურად. ანუ ვერ ადაპტირდით უცებ აი რაღაცა. უცებ ვერ ვადაპტირდით, ფიზიკურად ვერ ვადაპტირდით, იმიტომ რომ პირველ რიგში არ ქონდა ამის ადამიანური რესურსი. ადამიანური რესურსი გულისხმობს იმას, რომ ყველაფერს უნდა დასურათება, აღწერები, თარგმნა, რაღაც მერე მარკეტინგული სტრატეგია, რაღაც ძალიან ბევრი დეტალი იყო რა და ზერო ეფექტთან არ არის ისეთი, რომ აი რაღაც მასწარმოების ნივთებზე ან რაღაც პოპულისტური არ არის ზერო ეფექტი რა. ხო, და თან პატარა რაც პროვინცია მასშტაბის ბიზნესია, მით უფრო გაუძლია ეგეთ ბიზნესებს გაუძლია. რთულია და თან პლუს დამოკიდებულები ვიყავით სხვადასხვა კომპანიაზე და მათ მოწოდებულ პროდუქტზე, ხო, ასეა და ანუ ხო, რაც შეფერხდა ძალიან ბევრი რაღაც შეფერხდა და აი ყველაფერი თითქმის ერთიანად დაგვადგა თავს და აი რაღაცნაირად აი გადარჩენის რეჟიმში გადავედით რა, თვით გადარჩენის რეჟიმში. ძალიან აი კორონას მერე ძალიან ბევრჯერ მოგვიწია რომ რაღაცეების რეორგანიზება მოგვეწყო. რაღაც პროდუქციისთვისაც გადაგვეხედა. რაღაც ანუ გვინდოდა თუ არ გვინდოდა უფრო ბიზნეს ორიენტირებული გამხდარიყავით. უბრალოდ ვერ გადავრჩებოდით სხვანაირად. ნუ მოგვიწია რა თქმა უნდა დამფუძნებლებს, ყველა დამფუძნებელს ზერო ეფექტის ცალკე სამუშაო აქვს მთავარი და ეს ზერო ეფექტი არის საით ამბავი სამწუხაროდ, რადგან თავის დროზე ძალიან დიდი мотиваცია მქონდა რომ ზერო ეფექტი ყოფილიყო თავარი ხაზი ჩვენი სამუშაოსი და ფინანსურად მოგვიწია ძალიან
დიდი რესურსის გაღება იმისთვის, რომ დღემდე მოსულიყავით რაღაც 2025 წლის აპრილამდე რომ მოსულიყავით. და რაღაც ამ კონცეფციებში, გადალაგებებში, რეორგანიზებებში რაღაცნაირად ესე ვახერხებდით, რომ ზერო ეფექტი ყოფილიყო. დღესაც რა თქმა უნდა ჩელენჯები გვაქვს. და ერთ-ერთი ჩელენჯი არის ის, რომ თავის დროზე კორონამ კიდევ ერთი მაგიტო დაგვარტყა, რომ ჩვენი მომხმარებლების ძალიან დიდი ნაწილი იყო ტურისტები საქართველოს ჩამოსული განვითარებული ქვეყნებიდან, სადაც ეს როგორ თქვა გადამუშავება თუ ეს ნული ნარჩენის კონცეფცია საკმაოდ მაღალ დონეზეა და მათ ისინი მოდიოდნენ ჩვენთან წინასწარ იცოდნენ რა უნდათ და რაღაც რეგულარული კლიენტებიც იყვნენ, ძალიან ბევრი უცხოელი, რომელიც დღემდე საქართველოში ცხოვრობს, ჩვენი რეგულარული მომხმარებელია, რაღაც გერმანიიდან არის ერთი წყვილი, რომელიც საქართველოში სოფელში ცხოვრობს და ჩამოდიან ხოლმე, რომ მარაგი შეივსონ ერთთვის, ხო? მართლა ერთთვის მარაგს ივსებენ, რაღაც იქ საპნებს და მყარ შამპუნებს ყიდულობენ, იქ ტომსიგას ყიდულობენ და ესე თვეში ერთხელ მოკლედ უსტუმრობ. ანუ და ესეც ძალიან დიდი ის იყო, რომ კორონას დროს და მერეც ესე რაღაც სხვა თემაზე არ მინდა გადასვლა. მერეც ძალიან შეიცვალა ის ნაკადი ხალხის შენელდა მოკლედ ნაკადიც ის იყო, ხო და შესაბამისად რაღაცნაირად გადავრჩით რა, გადავრჩით და მოვედით დღემდე. ძალიან კარგი. ეგ საერთოა ყველა რაღაცა მდგრად ბიზნესებს რაღაცნაირად ყველას გამოწვევები აქვს ხოლმე ფინანსური კუთხით რა, იმიტომ რომ როგორც ვიცით, რაც გამართულად მუშაობს, არის მაგალითად სწრაფი მოდა და ზარეი ჩენდები და ასე შემდეგ, კარგად მუშაობენ და აი ეს რაღაცა მწვანე და ეკომეგობრული ბიზნესები ცოტა ისე არიან ხოლმე. თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა? აი სხვათა შორის პირიქით გონია, რომ პანდემიის დროს ბევრმა კიდევ უფრო გააცნობიერა, რამდენად მნიშვნელოვანია რაღაცა ცვლილებების გაკეთება კონსუმერიზმში და იმაში, თუ კიდევ უფრო მეტად უნდა დაფიქრდე, რაც ყიდულობ რა და რამე შეიცვალა თუ თქვენც პირიქით გაგიჭირდათ პანდემიის დროს? ჩვენ პანდემიის მერე დავფუძნდით პრინციპში პანდემიამდე. ხო, რაღაც ისე დაემთხვა, რომ ცოტა ხო, მაგრამ მე რო შარშანი 3-4 უკვე მერე ვამეც ზუსტად. არა, 4 კი არის უკვე. მაგრამ ჩვენც ეს აი თემა ზუსტად ჩვენც გვილაპარაკია, რომ აი ბიზნესია თუ უბრალოდ სოციალური რაღაცა აქტივობა ჩვენი მხრიდან. მე საერთოდ გერთობ, მაგრამ ძალიან არ მომწონს გამიჩვნა რა არც ერთი კომპანიისგან მაგ ორი კომპონენტის, იმიტომ რომ მართლა ეხა ანასთქმის არ იყოს რაღაცა ისენი არავინ არ ვართ რაღაც ეგრე მოწოდებული რომ შეერი იყო და რაღაც ისეთი აკეთო, ხო? მით უმეტეს კი, როდესაც საქმე ეხება ეკომეგობრულ წარმოებას, იმიტომ რომ არ არის პირველადი საჭიროება, გვინდა თუ არ გვინდა, არ არის პირველადი და ამიტომ აუცილებლად რაღაც შემოსავალი შენც უნდა გქონდეს და ცოტა ისე თავდაბურად ამბობს ხოლმე ყველა ეკომწარმოებელი, რომ აიცი რამე ფინანსურადაც მინდოდა, რომ ცკი არა უნდა გინდოდეს რა. ხო, მისმის, მაგრამ იცი რა არის, ჩემ შემთხვევაში ბიზნესისთვის არ ესე ხო, ცოტა გიჟურად ჟღერს და ნორმალური ადამიანი გეტყვის რომ როგორ კაცო ბიზნესი გაქვს, აბარა გაქვს. მაგრამ მე როგორც ბიზნესს რო უყურებდი მარტო ამას, მაშინ ბეიქარი დღეს აღარ იარსებობს. იმიტომ რომ ზუსტად იგივენაირად გაცილებით დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე გაძლევს. და ხო, ზუსტად და აი ეს გაყიდვების კუთხით და რაღაც საერთოდ ანუ თვეებია რომ საერთოდ პირდაპირ ღია თუ არაფერი არ ხდება ჩვენთანაც. ხანდახან არის რაღაც, ხანდახან არ არის და შესაბამისად, რა თქმა უნდა, რომ ენთუზიაზმზე მუშაობთ და პირველ რიგში ფეიქარი მართლა სიამოვნებისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს, ვის, ანუ არ ვიცი მე როგორ გაიგებს ამ ყველაფერს, მაგრამ რაც ანუ თქვა, ანუ ჩემი სულ ამის სურვილი მაქვს, რომ აი რაღაცა კლიქს რო გააკეთებს და განაცდება, როდესღაც ეს მოხდეს, რომ მეც რა თქმა უნდა დამატებით სამუშაო მაქვს და ისე ვერ ვცხოვრობ. ანუ ეს ამით რო ვიცხოვრო, ძალიან დიდი სურვილი იქნებოდა ჩემი, თუმცა საქართველოში მართლა რთული არის ამის მიღწევა.
ყველანაირად ჩვენნაირი გაქვთ რომ რაღაცა ოჯახური ბიზნესია და რაღაცა მართლა ეს ურთიერთობის ფორმატიც არის ერთგვარი, ხო? რომ აი შენ ამას შენ დიზაინს გააკეთებ, შენ შეკერავ შენ მას და თან მოგეხსენებათ რომ ანუ ყველა ქალები ვინც ჩაბმული არიან ჩემი ოჯახის წევრები, მაინც ასე თუ ისე საპენსიო ასაკის არიან. ხო, ბებო რამდენის არის საერთოდ? ბებო ძალიან დიდი ყავს. ახლა არის 103 წლის და თან გვეხმარება ხოლმე რაღაცა ის ეკო მეწარმე ქალბატონი. მართლა ბებო უნდა გვეხმარება. მოგვეწვია. ზუსტად. აუცილებლად უნდა ანუ ეს მოგვეწვია. რეზინს გაუყრის ხოლმე, რაც შეუძლია და ანუ საქმეს იმიტომ ვახსენე თან რომ ზუსტად საქართველოში ხო არა აქვს ასე ვთქვათ, შედარებით ასაკში რომ შედიხარ, არაფერი აღარ ხდება რა, რომ რაღაც ფუნქციობის თემა არის, კი. და ეს ამ ყველაფერს შემოაქვს სიხალისე ოჯახში მართლა და ისინი უხარიათ რა თქმა უნდა თუ გაიყიდება პროდუქცია, მაგრამ ისედაც დიდ სიამოვნებას იღებენ ამ ყველაფრით რა. ძირითადად ვინ არის თქვენი მომხმარებელი? თქვენთანაც ეგრეა რომ რაღაცა უცხოელებს უფრო ადვილად უცხოელები ადვილად კი, ანუ აი მარკეტზეც რომ განვარდა პირდაპირ შეხება მქონია ხალხთან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სულ ვცდილობთ, რომ ხარისხი ძალიან კარგი ქონდეს, რასაც გავაკეთებთ, ლამაზი იყოს, ყველაფერი, ანუ მაგის გარდა ხალხს, ანუ ვინც მოდის, უცხოელი და ქართველი ახლა ესე რომ გავმიჩნოთ, უცხოელი რომ იგებს, ანუ თემას, რომ ძველისგან დამზადდა ახალი აპსაიკლინგ და გოეს ხო ზუსტად და აი ნახე ეს სუფრა იყო და ეხა ჩანთა არის. ამაზე კი ძალიან მოწონთ ეს იდეა და შეიძლება ხარისხს და რაღაცა საერთოდ რა თქმა უნდა ჯობია რომ ხარისხიც კარგი იყოს, მაგრამ თვითონ იდეის გულისთვის იციან ეს რა არის და ძალიან მოხიბლულები არიან და ყიდულობენ და საქართველოში მე რა თქმა უნდა მადლიერი ვარ ბევრი ადამიანი ნელ-ნელა ისევ თქვენი წყალობითაც ანუ იგებს ამ თემებს და ხვდება უკვე რა ხდება და რატომ არის კარგი ასე ვთქვათ ძველისგან ახლის დამზადება თუ გადამუშავება თუ რაღაცა უფრო და უფრო მეტი გათვითცნობიერებელი ადამიანი მოდის ჩვენთანაც მაგრამ აი რომ დავიწყეთ უფრო იყო ხოლმე რომ აი ლეიბის პირისგან ჩანთა რატო შეკერეთ ხა რა საჭირო იყო თვითონ პირიქით მინუსია რომ უიმე ძველი ნაჭრისგან შეკერეთ რაღაც და ამ დროს მთელი მუღამი ეგ არის თან აი რომ ესეც სიტყვები რომ ახსენებ რომ ნარჩენი ქსოვილებისგან არის ეგრევე გონიათ რომ აი ნაგვისგან სიტყვაზე რა ეს ნარჩენი რა არის რომ ძველი ქსოვილის ახალი სიცოცხლე ცოტა უჭირთ ამ ყველაფრის გაგება რა ჯერ კიდევ. თუმცა ნელ-ნელა როგორც თქვი, უფრო და უფრო მეტი ადამიანია ისეთი, რომელსაც უფრო კარგად ესმის კონცეფცია და მაგის გამოც შეიძლება რომ შეიცინონ. ანუ უფრო მაინც უცხოელები ყიდულობენ თუ ქართველები? უფრო უცხოელები უფრო ადვილად ყიდულობენ, მაგრამ ქართველებიც ყიდულობენ კი, რა თქმა უნდა. ანუ ზოგადად აი ეგამ რაც თქვა, ჩვენთანაც ეგრეა, ჩვენთან ფეიქ არის რო არის აი უცხოელების ეს გაგონება რომ ეს არის upcycled ამ ძველი მატერიალებისგან რაღაც ისტორიას მოიცავს თითოეული ჩანთა და არის უნიკალური ეს უნიკალურობისის და არის ხელით შექმნილი ანუ ეს უცხოეთში რაღაც მე პირადად ეგეთი გამოცდილება მქონდა ცხოვრების დროსაც და ყოფნის დროსაც რომ ისინი დროს ძალიან აფასებენ და შესაბამისად თუ რაღაც ნივთის შექმნაზე ბევრი დრო არის დახარჯული და რაღაც ხელით არის შექმნილი ეს ძალიან დიდი პლუსი და ძვირფასია ამ ნივთისთვის და შესაბამისად ანუ ზერო ეფექტშიც ფეიქ არის გაყიდვები ყოველ შემთხვევაში გაცილებით ეს კომუნიკაცია მომხმარებელთან გაცილებით მარტივია უცხოელებთან ვიდრე ქართველებთან ისე რამდენად ხდება თქვენთან ხდება ისეთი ადამიანი ვინც აი საერთოდ არ იცის რა თემაა ძალიან ბევრი მოხვედრილა ხო არა ძალიან ხო რა ბევრი ტერიტორიულადაც ხართ რომ აი შემოვლით უბრალოდ შემოვიარე ტიპები ალბათ არიან ხო კი არიან და რაღაც ერთი პერიოდი ჩემი 0-1 დამფუძნებელი გადაობდა რომ მგონი სასაჩუქრე მაღაზია უგონი ვართო ხალხსო იმიტომ რომ რაღაც ისეთი იყო რომ შემოდიოდნენ უი რა ლამაზია და აი საჩუქრა და რაღაც აი ვილის ჯაგრის და ენის საწმენს რომ საჩუქრად წაუღები იმდენად ის იყო ცუდი საჩუქარი ნამდვილად დიზაინერ მოწონდათ მაგრამ
ხო, შეიძლება რაღაც შენცაც მოიხმარო. მე იყო ესეთი ის, რომ რა თქმა უნდა ეს ნუნარჩენის კონცეფცია და ეს მეგობრული ნივთები წარმოებითაც უფრო მეტი იჯდება და შესაბამისად გაყიდვითაც იყიდება რაღაც ჩვეულებრივი კვილის ჭაგრის თუ შეგიძლია მაღაზიაში შეიძინო რაღაც 7-8 ლარად, ჩვენთან კვილის ჭაგრის იღირს 15 ლარი და 17 ლარი. მაგრამ ეს რაღაც ერთეულოვანი ნივთებია ასე, რომელსაც ესეთი სხვაობა აქვს. მაგრამ არის რამდენიმე ნივთი, მაგალითად აი შამპუნი გვაქვს, მყარი შამპუნი, რომელიც ღირს 32 ლარი, ჩვეულებრივი შამპუნი ღირს რაღაც 11-12 ლარი. ყველაზე იაფასიანი რასაც იპოვი და რეალურად მაინც ეს ჩვენი შამპუნი უფრო ეკონომიურია, იმიტომ რომ გაცილებით მეტი აკაფხება. კი, მყარი. მყარი შამპუნი არის შოვება თბილისში, მე მგონი, რა ვიცი. ხო, და არის შამპუნი მაგალითად. დიდხანს ძლევს, სადღაც ანუ მე ვიყენებ ამ მყარ შამპუნს ჩემთვის ვიყენებ და ანუ სადღაც აი ის რაღაც პლასმასას ბოთლში ჩასხმული შამპუნები, სადღაც 3 ბოთლს, 2-3 ბოთლს უდრის ეს მყარი შამპუნი, იმიტომ რომ იქ არის დანაკარგიც რა. იქ რჩება ნაწილი, გინდა არ გინდა ვერ გადმოასხავ, იმას ხო არ გაჭრიდა, ხო არ ჩამოისხა. მე იქ გადმოსხმის დროს რაღაც წყალს ერევა და ხო, ისედაც წყალს არაფერად უფრო მყარია. ხო და ანუ იმასაც აქვს თავის დანაკარგი მოხმარების დროს, შესაბამისად ეს მყარი შამპუნი არის ძალიან ის. კიდე არის მაგალითად ახლა აი ყურის ჭხირი, ხო? აი სილიკონის ყურის ჭხირზე ვთქვი, აი სამგზავროდ იდეალურია და ის გაქვს და მრავალჯერადი, ხო? მრავალჯერადი, კი. ძალიან დიდხანს გაქვს ის ბამბუკის შეიძლება იაფიღიდეს ეს ერთჯერად, მაგრამ იმას მოიხმარ და აგდებ და ეს, გაქვს რა. ანუ ჩვეულებრივი ყურის ჭხირის მერე მოდის ბამბუკის ყურის ჭხირი, იმიტომ რომ პლასმასის არ არის და თუ вообще მაგარი ტიპი ხარ, მაგ შემთხვევაში მოდის ბამბუკზე აგებული სილიკონის მრავალჯერადი რაღაც ეს ყურის ჭხირები და აი გვაქვს მაგალითად კიდევ ეს მეტალის საწრუპი, მეტალის ენის საწმენდი, რომელიც არის უჟანგავი მეტალისგან და აი თუ არ დაკარგეს, სამუდამოდ გაქვს შესაბამისად ეს დროის ჭრილში რო ჩავსვათ ეს გაცილებით ეკონომიური გამოდის, ვიდრე ერთჯერადი. მაგრამ ესეც რაღაცნაირი ცნობიერების ამბავია, რომ ამას დაუკვირდე და ყურადღება მიაქციო, რომ რაღაც ფართო მასშტაბზე შეხედო რა. ხო, ანუ აქამდე თუ მაგას ვამბობ ხოლმე, აქამდე თუ ფიქრობდი, რომ რა არის უფრო ეკონომიური, ეხლა აი თან ეკონომიური და თან ეკოლოგიური ნივთები რაც არის ჩემი ფავორიტი რა, აი რო იცი, რომ ერთხელ იხდი და მერე დიდხანს გაქვს და არ გიწევს ბევრი პლასმასის ნაგავში გადაყრა. ნაკლებ ზიანს ხო, რა გარიდებს მაგაბავს ძალიან კაი. ბოდიში კიდევ ერთ რაღაცას დავამატებ, მით უმეტეს ამ მოცემულობაში, როცა ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი ფასიანი გახადეს, თითქმის ყველგან, ბაზრობებზე არ მაქვს საუბარი. მანდაც კი ეს რაღაც Netflix ეძახიან, ჩანთა, ან თუნდაც ფეიქარის ჩანთა რო პატარო შოპინგზე, დაახლოებით 1 წელიწადში შეიძლება უფრო ნაკლებშიც ჭყალებში ამოიღები თანხას, რა თანხაც იმ ჩანთაში უნდა გადაიხადო და ჩანთაც შეგრჩება. გარემოსაც არ აზიანებ, ეკონომიურია, ანუ მეტი რაღა უნდა მოხდეს. ვიღაცებმა მაგის გამო დაიწყეს, ხო, ანუ თავიდან ხო რაღაც პრეტენზიები იყო, რატო გახდა ეს პარკები ფასიანი თუ რაღაც, მაგრამ მე ვფიქრობდი მაგაზე, რომ ვიღაცას ეკოლოგიის თვალსაზრისით თუ არა, ეკონომიის თვალსაზრისით მაინც თავში აზრად, რომ ხო, გადავიდეს ჩანთაზე რა. ეს ქისებიც ხოა თან თქვენთან ზეროშიც იყიდება, ჩვენ შევკერეთ მერე სახლში და სასაცილო ყო და მიდიოდა ამ ქისებით, ანუ პატარა ნაჭრის ქისები, პარკებით, ასე ვთქვათ, მაღაზიაში და ისე უყურებდნენ ხოლმე, ანუ რომ აი თქვათ კარტოფილს და პროდუქციას, რომ მაგით ყიდულობ და არა ცელოფნის პარკით და ზუსტად გიყურებენ, რომ რატო გაქვს. ეხლა ალბათ ნელ-ნელა უფრო ნაკლებად, მაგრამ ხო, მე უნდა ვაღიარო, რომ ხანდახან მავიწყდება და არის რომ აი გინდა თუ არა ეგ ზოგადად მე როცა ვსაუბრობ ხოლმე ესეთ თემებზე, ვეუბნები წინასწარ. ძალიან ხშირად შეიძლება ვნახოთ პლასმასას ბოთლში ჩამოსხმული წყლით ქუჩაში არ გაგიკვირდეთ. არ გაგიკვირდეთ, იმიტომ რომ არ რადიკალი ეს იდეალური არა, აი ეს არც მე არ ანუ მიყვარს. იდეალური არა, ანუ მთელი ამ იმის სიტუაცია არის ის, რომ ანუ
რაც შეიძლება ძალიან ნაკლები ძალისხმევით. შენ თავს არ უნდა დააძალო. ფოთვების გარეშე. დააძალებ. უკვე მე იქ ვეღარ ხვდები მთავარ მიზანს, რასაც ემსახურება შენი ეს ქცევა რა და ქცევა ისეთია, რომ ვერ დააძალებ შენ თავს ქცევას რა, ის რაღაც რუტინას საჭიროებს და გაცნობიერებას. სანამ მოგწონდეს რასაც აკეთებ. და შესაბამისად, ეგრე 10-დან სიტყვაზე თუ ერთხელ მაინც წაიღებ შენ ბოთს, დასაწყისისთვის კარგია, სულ მაგას ვამბობ. მე უკვე 8ჯერ მას რა ქვია, გამოიყენე პლაზმა. ნანა შეამცირო რა და ხო და ისე პირდაპირ ახერხებ. ჩვენ კონცეფციაში ერთი ეგეთი ფრაზაა, რომ არ გვინდა ერთმა გააკეთოს ეს ნულნარჩენის ცხოვრება იდეალურად, გვინდა რომ მილიონმა გააკეთოს არაიდეალურად. Imperfect ინგლისური გამოთქმა და ესე გარდა იქნა რა, იმიტომ რომ ეს ძალიან მცირედი ეფორტი, რაც შეიძლება მეტი ადამიანის გაცილებით მეტ კვალს დატოვებს საბოლოოდ, ვიდრე ხوارათან იდეალური არაფერი არ არსებობს რა. ხო, რამდენად ამოწურვადია თქვენი რესურსი? სულ მაინტერესებს რა. არ გამოიწია. კაი შეკითხვა. სულთან ძალიან ხშირად გვეკითხებიან, სად შოულობთ ამ ნაჭრებს? არა, შოვნით ვხვდები რომ მართლა თითქმის ყველა ოჯახშია რა. მაგრამ ხანდახან სახლიდან ყიდიან, ხან ძველმანების ანუ გაქვთ რაღაცა ბაზარზე. თქვენი ეს დედას ის არის, ქალები იცნობენ იქ რომ მიდის ხოლმე, რომ უია ეს ის ქალია, ახლა ქსოვილები რომ და გადაიწყებენ გამოლაგებად. ხო და ამოწურვადია რა თქმა უნდა, სულ ამბობთ ხოლმე სიტყვა ლიმიტირებული უყვარს ხალხს. ხო და ანუ ამოწურვადი ქსოვილებია რა თქმა უნდა, ოდესღაც ამოიწურება. ანუ უნდა მოვასწროთ ყიდვა, მოკლედ სანამ ამოიწურება რა. დრო არ არის ეს. თუმცა მე ხა ვფიქრობ, რომ მე ანუ მომწონს ეს ქსოვილები, ჯერთი ხარისხი აქვს ძალიან კარგი. ბამბა არის და დიდხანსაც ძლებს სხვათაშო. ბამბა, ეხლა რო ძალიან ყველაფერი ხო, ზუსტად, კი. პესტიციდით არის გაჟღენთილი ეხლა. მაგაში ვერ ყვევოდი. სინთეტიკა ჯობია ისე ვთქო ხან. აი ვეღარ ვიგებ უკვე რომელი ჯობია რა, იმდენად ცუდი სტატისტიკაა ბამბის მოყვანაზე დახარჯული პესტიციდების, რომ საშინელება. და პლუს ამას ესა ფერები მომწონს ძალიან მე ეგ არის ყველაზე დიდი სიამოვნება ჩემთვის. ჭრელი ყვავილებიანი, რა ვიცი, ანუ მართლა ძალიან კარგი ქსოვილები არის და ჯერჯერობით სანამ რაღაცა დამჯდარი ფერები აქვს უფრო ისეთია რა. კი, ხო. პასტელური, უფრო მეტად პასტელურიც არის კი. ხო, რა ვიცი, გემოვნება ქონდა თეთრი. თუ გიფიქრია რაზე რა, მე რამით აპირებ რომ ჩანაცვლო. ხო და ეგ მინდოდა მე თქვა, მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის აუცილებელი რაღაც ამოჩემება, რომ საბჭოთა დროის ქსოვილები გამოვიყენოთ. ანუ ის ზუსტად რაც ვიცი არის, რომ ახალ ქსოვილებს არ ვიყიდი. თუ შევიძენ, რა თქმა უნდა, შევარჩევ ფერის და ანუ ვიზუალური ის მიხედვით, მაგრამ შევიძენ მეორადს ისევ. არა ჯერ არ დამდგარა ეგ პრობლემა. არა და იმედია რომ ჯერ არ დადგება. და მარაგებ ხალხს ბოლოს რეგიონებში ჩამოვივლი ალბათ. ჯერ რეგიონებში და მე სხვა ქვეყნებში სადან პოსტსაბჭოთა. კი, ევროპაშიც და ევროპაშიც კი არის ზოგი ქსოვილი რომ აგვიტანე ანუ პოლონური რაღაც აწერია ხო, რომ საიდანებას ხო რაღაცა თქვა სხვა ქვეყნებშიც გერმანიაში შეიძლება. არ ვიცი ანუ კონტაქტი. აღმოსავლეთ გერმანიაში ხო. ყოფილა აღმოსავლეთ გერმანიაში. ხო, ასე რომ ვიშოვით ალბათ მაგის მაგრამ მაინც ვიჩქაროთ. რა თუ გქონიათ, სულ მაინტერესებს ხოლმე ეგ თემა, რამე დაფინანსების მოპოვების ცდელობა თუ მოგიპოვებიათ? ჩვენ არ გქონია. ანუ ყველას უკვირს ხოლმე. არა, არ მქონია, ვაღიარებ მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, რომ ბევრდაირი შანსი გვაქვს, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ქალები ვიმუშაოთ, მე შედარებით ასაკოვანი ქალები შედარებით 100 წელს. ყველაფერი ფარდობითი. და პლუს ამას ეს ეკომეგობრული მხარე და ნოსტალგიური, ну რაღაცები არის ისეთი, რომელიც ალბათ ჩაჯდებოდა, რომელიც ხო, თავიდან გეკითხებოდი სოციალურ საწარმო ხართ. ესე იგი, სოციალურ საწარმო ხართ, ქალების ბიზნესიც ხართ, ოჯახური ბიზნესიც ხართ და რა ვიცი, ხო. ყველაფერი ვართ, მაგრამ ესე არსად არ შემიტანია დაფინანსებაზე და ჩვენი რესურსით დავიწყეთ. დღემდე ესე მივდივართ, რა ვიცი, ჯერჯერობით და ნახოთ მომავალში. თქვენ თუ გქონიათ რამე მაგ მხრივ? ჩვენ როგორც ესე რომ გრანტის მოპოვებაზე არ შეგვიტანია განაცხადი.
მაგრამ უფრო აი impact hub-ი არის ესეთი პროექტი ქონდა, რაღაც ახალ იდეას ეძებდა ეკომეგობრულს და შევქმნით პროდუქტი, რომელმაც გაიმარჯვა. და ამის გამო რაღაც ამ პროდუქტის განვითარებისთვის და დაგვაფინანსეს. იყო მერე რამდენიმე ინიციატივა ამ ნარჩენების მართვის ამბავზე, რომ კონცენტრირება გაგვეკეთებინა. ხო, რაღაც პერიოდში მე მგონი დაიწყეთ მიღება, ხო, ნარჩენის, რომელიც მე შეჩერდა. შეჩერდა, იმიტომ რომ ლოჯისტიკური ნაწილი ძალიან გართულდა, რადგან ჩვენს წინ ბასლაინი გაკეთდა და ფიზიკურად ვეღარ მოდიოდა ვერავინ, რომ იქ ჩამოეყენებინა ეს ნარჩენი გაეტანა, ჩვენი რესურსებით ამას ვერ ვახერხებდით, რადგან მაშინ მუდმივად ფინანსური რესურსი უნდა გაგვეღო ამისთვის. და შესაბამისად დღესდღეობით მხოლოდ გვაქვს ეს ძველი ტექნიკა, ასე გაფუჭებული ტექნიკა და ბატარეები, რომელსაც ვიღებთ, იმიტომ რომ ეს რაოდენობაში არ არის ის რაოდენობა, რაღაც არ არის ეს ისეთი, რომ ჩვენით ვერ წავიღოთ ჩაბარების პუნქტამდე და შესაბამისად აი ეს დაგვრჩა. ქაღალდი არა, ხო? ქაღალდი არა, იმიტომ რომ აი როგორც თქვი, აი ესე ცოტა წარმოუდგენელი იყო ჩემთვისაც, მაგრამ თელმა უბანმა და თელმა ნახევარმა თბილისმა დაიწყეს მოტანა ამის და ესე ვერ ვეტყოდით, რომ აი ეხლა შენ მოიტანე და შენთვის ადგილი აღარ გვაქვს რა, მაშინ ყველას უნდა მოეტანა და ამის მე ფიზიკური რესურსი აღარ გქონდა, რომ ქაღალდზე სხვანა. ქაღალდზეც და ყველაფერზე, აი ყველაფერზე. ხარისხება უნდა და პლასმასა, არა, ეგ მეტალის სამუშაოა, თავისი მართლა და სივრცე, ანუ სივრცესაც ძალიან დიდი სივრცე ქონდა მაგისთვის დათმობილი და ის სივრცეც არ ყოფნიდა რეალურად. ანუ მართლა წარმოუდგენელი იყო, რამდენი ნარჩენი მოდიოდა ჩვენთან, იმიტომ რომ ვინც იგებდა, რომ აი ესეთი პოინტია, სადაც შეიძლება მიხვიდე და ეს უფასოდ ნარჩენი დატოვო და გადაახარისხებენ და წაიღებენ. ძალიან ბევრი მოდიოდა, აი კვირაში ერთხელ ქონდა გატანის დღე და რაღაც ერთი კვირის განმავლობაში ნახევარი მაღაზია რაღაც გვიგროვდებოდა. მოთხოვნა არის მაგას. ეს რა მაგარი ამბავია, ხო, რომ ხო და ანუ რეალურად მე ეგ იყო, რომ აი ეს ბასლაინი გაიხაზა ვისთან თანამშრომლობდით იმ კომპანიამ გითხრა რომ ჩვენო ესე ვეღარ მოვალთო, უფასოდაც ვეღარ მოვალთო, აი ამ ბასლაინს რომ თავი დავანებოთო უფასოდ ვეღარ მოვალთო და რაღაც ისეთი ის იყო რა, ანუ დამატებითი გამოწვევები წარმოიქმნა და შესაბამისად რაღაცნაირად უარი ვთქვით ამ ნარჩენის ძალიან რთულია რა, მე ხა ვაბარებ ხოლმე ნარჩენებს. აი ერთი ვეისლეს აქვს მაგხრივ ძალიან ისე ლოჯისტიკურად კარგად აწყობილი, ოღონდ ნუ მხოლოდ სპეციფიური ნარჩენები რა, ბატარეები, ელექტროტექნიკა, აკუმულატორების საბურავების ეთები ამ შემდეგ, მაგრამ ყოველდღიური ნარჩენი არ არის ეგ და ზუსტად მან გიჭირს რა, რაც არის ყოველდღიური. მაგას ვერ ვაპარებთ არა და სურვილი ბევრს აქვს რა. კი, ბევრს აქვს. რა გჭირდება, აი რა სიტყოდი, რა არის საჭირო იმისთვის, რომ კონკრეტულად შენი ბიზნესი რაღაცა უფრო განვითარდეს და თუნდაც იმ ეტაპამდე მივიდეს, რომ გახდეს შენი ძირითადი შემოსავლის წყარო. აი რა დახმარება შეიძლება ან სახელმწიფოსგან რომ გქონდეს, ან იგივე რაღაცა გრანტების და დაფინანსებების სახით. იცი რა, უფრო სადგიჭირს. ხო, მესმის პირდაპირ ვთქვათ რეალიზაციაში. ანუ სხვა არაფერი. რესურსი ის რო ხე ჯერჯერობით ჩვენ ყოფნით ასე ვთქვათ, ვინც ვართ ოჯახში, იმაზე მეტის წარმოება არც მაქვს სურვილი, იმიტომ რომ მგონია რომ აი ეს რაღაც ეშხი რაც აქვს, ანუ თვითონ უნიკალური ნივთია ერთია, ვთქვათ, ან ბევრი არ მეორდება, გულით რო აკეთება, რაც უფრო გაიზრდება ჩვენი წარმოება, ვფიქრობ, რომ უფრო ნაკლებ გაუბრალოვდება. ხო, რაღაც ეგეთი მგონია რა და შესაბამისად ჯერჯერობით ისე ბიზნესად ვერ აღვიქვა ალბათ იმიტომ ლაპარაკობ. რა თქმა უნდა, დრო გაფართოვდეს. იმიტომ არ არის ბიზნესი, რომ ვერ აღვიქვა ბიზნესად მე ესე გეტყვი. მე ძალიან წინააღმდეგი ვარ, კიდე გავიმეორებ. ყველა საქმიანობა არის ბიზნესი რა. ანუ მარკეტინგში იტყოდი. მარკეტინგი უფრო და თვითონ აი ესეთი სტილის სივრცეები, როგორც არის ზერო ეფექტი, ან მაღაზიები, სადაც
ასე ვთქვათ, დააფასებენ ასეთი სტილის წარმოებას და ისინი შეგვიწყობენ ხელს რომ გავრცელდეს უფრო მეტად და ასე შემდეგ, რა ვიცი, უფრო მეტად ვფიქრობ, რომ ხო, ანუ მაგაში გვიჭერს. სხვა ეკომეწარმეებიც ყავდა ჩვენ ერთ-ერთ ეპიზოდში და იქაც ეგ ვთქვი რა და აი ვინც ხართ დაინტერესებული ეკოლოგიით დაინტერესებული მარკეტოლოგები ვინც ხართ შეგიძლიათ თქვენი წვლილი მაგით შეიტანოთ მოკლედ ეკოლოგიაში რომ დაეხმაროთ მცირე ეკომეწარმეებს ხო იმიტომ რომ მართლა რასაც ვაკვირდები ანუ ხარისხი იდეალური მატერია იდეალური რაღაცა კონცეფცია გადასარევი და ამ დროს აი მისულია ბოლომდე საქმე და იჭედება მარკეტინგის ამბავში. აი მე პირად იმდენი ლექციებზე და ჩემი ინიციატივით, იმიტომ რომ ხო იმის გარდა რომ დიზაინს ვაკეთებ, რაღაცა როგორც ბრენდი უნდა განვავითარო, ხო, მარკეტინგი ყველაფერი. ხო, მაგრამ ეგ ცალკე დიდი ხო და დავიწყე ერთი პერიოდი განათლება მიმოიღო და ნუ აი რაც კი რა მადლობა ყველას, ვისაც შემოუთავაზებია ასეთი სტილის სემინარები და ვორქშოპები ყოფილა, ოღონდ აი მაგ მიმართულებით, როგორ გაყიდო, როგორ მარკეტინგი, რეკლამა როგორ გააკეთო, ასეთი რაღაც მაქვს მოსმენილი და რა თქმა უნდა რაღაცები ვისწავლე ალბათ ცოტა, მაგრამ მაინც რთული არის ჩემი რესურსით, ანუ რომ ხო ისედაც ახლა ერთი ადამიანი ყველაფერს ვერ გააკეთებ. ხო შეიძლება უბრალოდ შენი არ არის ეს სეილი და მორჩა რა. ხო, აი ვისურვებდი რომ მარტო დიზაინზე მემუშაო მეტი არაფერს სიამოვნებით გავაკეთებ. ხო და მაგიტომ აი გამოგეხმაურება ვინმე კარგი იმედია. სხვა მეწარმეებთან ახლა შენ ალბათ ყველაზე მეტ ალბათ ყველა ქართველ ეკომეწარმეს იცნობ პირდაპირ თუ ვიტყვით რა არ ვიცი რავი ანუ ვინც ყოველ შემთხვევაში შემოგვხმიანებიან ჩვენ თვითონ გვინახავს რომ აწარმოებ და თან გქონია ეს კომუნიკაცია და ესე რაღაც დამატებითი მოძიება და რაღაც ესეც სიარული სიმართლე გითხრათ არ მქონია მე პირადად და რამდენად სტაბილურები არიან ეგეთი პატარა საწარმოები სამწუხაროდ ერთი საწარმო იყო ნუ არ დავასახელებ იმიტომ რომ შეიძლება არც უნდადეს რომ დავასახელო რომელიც ძალიან კარგი იდეაზე იყო დაფუძნებული ძალიან კარგი იყო მოკლედ პროდუქტი რასაც ქმნიდნენ აი ყველას აინტერესებდა რომ აი საიდან მოვიდათ ეს იდეა რა მაგარი იდეა და ასე შემდეგ და დაახლოებით 2 წლის უკან დაიკეტა და ვეღარ გააგრძელა. რადგან დაიკეტა გითხარი რა იდეა იყო? ეს იყო საპნები იყო რომელშიც იყო ანუ გარედან გამოცანა იყო და შიგნით მერე პასუხი იყო. და ნელ ხო მახსოვს. და საბავშვო საპნები იყო ეს და აღარ რა სამწუხაროა აღარ ხო და ნუ კიდევ იყო რამდენიმე მწარმოებელი რომელიც აკეთებდა მაგალითად რაღაც თავის მოლის საშუალებებს და მე შეწყვიტა იმიტომ რომ როგორ თქვა ეს თავის მოლის საშუალებები ერთ-ერთი ყველაზე ისეთ თემაა რა ანუ ეკომეგობრული ვერ იქნება თავის მოლის საშუალება თუ ის არ არის დამზადებული ეკომეგობრული პროდუქციით და ინგრედიენტები რომელიც არის ნატურალური ის ძვირი რადგან რაღაც ესე რო ავიღოთ ფეირი რო ავიღოთ ფეირის წარმოება რაც ჭდება თუნდაც სხვა კომპანიებს ახლა ფეირს არაფერს არ ვერჩი კბილის პასტების თუნების მე რაღაცის ის ნატურალური ინგრედიენტებით რო დაამზადო იგივე ფუნქციის შემოსრულებელი რაღაც პროდუქტი დაგიждდება 3-ჯერ და 4-ჯერ ძვირი და შესაბამისად ერთი კომპანია მახსოვს კიდევ და არ იყიდება შესაბამისად მე ამ ფასის გამო ხო? ხო არ იყიდება არა ჩვენთან იყიდებოდა იმიტომ რომ ზერო ეფექტი ხო ესეთი კონცეფციის არის მაგრამ სავარაუდოდ სხვაგან არ იყიდებოდა ვერსად ვერ ნახა მოიძია და შესაბამისად დახურა საწარმო აღარ უყირდა იმ ძალისხმევად და რამდენიმე ესეთი კომპანია მახსოვს რაც ჩვენთან შემოჰქონდათ და გაწყვიტეს ზოგადად წარმოება და ისე ძირითადად თქვენი პროდუქცია პროცენტულად უფრო ქართულია თუ იმპორტირებული ეგ ჩვენ და სასიხარულოდ უნდა ითქვას რომ დაახლოებით აი თავის დროზე ხო თქვი რომ 70% დაახლოებით ჩამოგქონდა და ეხლა პირიქით არის სადღაც 70% ქართულია და 30% ჩამოგვაქვს. ძალიან კარგია ეგ.
იმიტომ რომ თავისთავად ჩამოტანა უკვე გულისხმობს რომ ცოტა დააკლდა. ხო, აი ისეთი რაღაცები, როგორც არის მაგალითად ბამბუკის კბილის ჯაგრისი საქართველოს ფიზიკურად არ არსებობს საწარმოო, რომელიც ისე არ იქნება ცუდი იდეა, იმიტომ რომ ბამბუკი მოდის ჩვენთან. რომ დამზადდეს, ხო? ხო, ნუ შესაძლებელია, ბევრი მიფიქრია მაგაზე, რომ რატომაც არა, ხო, დასავლეთში შეუბრალოდ მოდის ხო ბამბუკი და აღმოსავლეთში სხვათა შორის. ხო, აღმოსავლეთშიც და შეიძლება რომ წარმოოს რაღაცნაირად. ახალი ბიზნეს იდეა. აი მაგ მხრივ აი სასაპნეები და კიდევ კბილის ჯაგრისის ჩასაწყობები გვაქვს ბამბუკის რომელსაც ქართველი გვიმზადებს მართლა უირა კაი რომელიც ხელით ამზადებს და შესაბამისად აი ამ მხრივ ეს ბამბუკის ნივთებიც ადრე რაც ქონდა ყველაფერი იყო შემოტანილი და ეხლა ნაწილი საქართველოში დამზადებულია ძალიან კაია ჩემი აზრით ახლა ვინც ცოტა ისეთი არ არის გაათვით ცნობიერებული ეს ერთჯერად მრავალჯერად იყურის ჭხირი ალბათ ცოტა ისე ჟღერდა რა კიდე რა არის ეგეთი რითი შეგიძლია რომ ეგეც გაქვს ეგ რეაქცია რომ გამოიწვიო რა მეცნაური ხო რა გაქვს აი მაგალითად ნუ ეს ენის საწმენდი ხო გვაქვს და ძალიან ბევრი ფუნქციას თუ ხვდება რომ აი ენის საწმენდი რა თქმა უნდა თუ რაღაც ეგეთი მაგრამ რეალურად ძალიან საჭირო რაღაცაა ხო, ნუ მეც ცოტა ხნის როდესაც გამოიყენებ და რეჟიმში ჩასვა ამას, მე მიხვდები რომ აი გემოდამ უნდა საჭმელს რომ ჭამ გემო უკეთ შევიგრძენი ამ საჭმლის და ასე შემდეგ. კიდევ ეგეთი ნივთი გვაქვს, ნუ menstrual cup-ები გვაქვს და გეცოდინებათ აღარ ახსნი ამას ისიც მრავალჯერადი და ოღონდ ეს cup-ები რაც გვაქვს საქართველოს ბაზარზე ბევრი შემოდის პატარ-პატარა კომპანიები არიან რომლებსაც შემოაქვთ ჩვენი არის აუცილებლად დავაკვირდით თავის დროზე მაგას რომ ყოფილიყო BPA free რაღაც ისეთი სტანდარტებით გაკეთებული რომ რაღაც ყოფილიყო ჯანმრთელობისთვის არ ყოფილიყო დაცული ხო ანუ ყველაზე მეტად გაყიდვადი რა ჩვენთან ყველაზე მეტად გაყიდვადი არის კიდევ ხო ნუ საპნები, შამპუნები. ეგეც ქართულია, ხო? საქართველოს ბაზანის ბომბებიც ხო გაქვს ძალიან ლამაზი. ქუთაისში შემზადებენ საპნებს და შამპუნებს. კი. რა კაია, ხო. თქვენი შამპუნი შორის გამოყენებული როზმარინის იყო თუ არ ვცდები. როზმარინის ძალიან დიდ ხანს მქონდა ერთი ფაქტი შემიძლია რომ აი მიხვდოდი მისაღ ჩემ თმას საკმაოდ ისე დიდი რაოდენობის ჭირდება შამპუნის და საპონის ძალიან კაი იყო ხო მაგხრი ეგენი იყიდება და კიდევ იყიდება ეს ტომსიკები საშოპინგე ტომსიკები იყიდება და არა მხოლოდ ანუ ეს ტომსიკები მხოლოდ საშოპინგი არ არის რა მაგალითად მიდიხარ მოგზაურობაში და ფეხსაცმლისთვის გინდა ტომსიკა რაღაც თავის მოლის საშუალებებისთვის გინდა ტომსიკა ანუ ამას ყიდულობენ ყველაზე ხშირად და კიდევ არის თაფლის ცვილის სანთელი არის ძალიან პოპულარული იმიტომ რომ რაღაც ესეც რაღაც სუნი იზიდავს ხალხს იმიტომ რომ 100% ნატურალური ცვილისგან არის და რაღაც შემოდიან ხოლმე მაგაზე ისაუბრთ რა და აი რა ვიცი მეტი ესე კონკრეტულად არ მახსენდება პრინციპში ანუ მაშინ ყველაფერი უნდა ჩამოვთქვი რო გითხრა შენც აი რა გაქვთ ისეთი პროდუქცია რომელიც ყველაზე მეტად რაღაცა ამ ბოლო დროს ნახე რომ ბენდენებიც გაქვთ ხო? კი, ზაფხულის ბენდენები გვაქვს, ზაფხულში ძალიან მოსწონთ ხოლმე ხო, იმიტომ რომ სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებენ, ანუ მე მაგალითად ქალაქში ვიფარებ ხოლმე ზაფხულში ძალიან რო ცხელა, მართლა კარგი ბამბაა და გიცავს მზისგან. შვილად წვიმაშიც გაიგეთ უცებ ჩანთაში თხელია თან. ზღვაზე ძალიან ლამაზია, იმიტომ რომ ფერად ინაჭრებისგან არის. ზოგი ერთმა ქალმა იყიდა მახსოვს, მიყვარსო ხამე ძილიო, რა ქვია, ბამბი, ანუ რაღაც ქუდითო და ეს ურაკაიაო და ძილის ღამე დასაძინებლად იყიდა. ან სამზარეულოში საქმიანობის დროს რო თმა არ ჩაგეყაროს, ნუ კეთ რა ვიცი, ვისაც რა ექიმებსაც უყიდიათ მაგალითად. ჯოსა, ხო, ეხლა ვეფიქრე რა ლამაზია ექიმის პოპულარული. კი. კიდე ჩანთები მოწონთ ძალიან, ხო, უფრო ჩანთები მოწონთ ხოლმე. რა ვიცი, დანარჩენი პატარ-პატარა რაღაცეები, თქვა კოსმეტიკის ჩანთები, თმის სამაგრები. რაც ქსოვილისგან მზადდება, პრინციპში რაღაც ყველაფერი მცადეთ, თუმცა
უფრო მეტად მოწონთ ხოლმე ჩანთები, ქუდები. ხო, ჩვენთან ჩანთებია. თქვენთან უფრო ჩანთები მოწონთ. და ძირითადად ვინც ყიდულობს, ანუ არიან გათვითცნობიერებული, რომ რაღაც ეკოლოგიის მხრივ თუ ისე ვიზუალურად უფრო მე ვფიქრობ, რომ კი, ანუ და ჩვენც სულ ვცდილობთ ხოლმე, რომ ხა ზერო ეფექტში თავისთავად ხვდებიან, ანუ ალბათ უფრო მეტად ის კონცეფციიდან გამომდინარე. მეც აი მარკეტზე რომ ყოფილვარ, ვცდილობ ხოლმე, რომ ეს კომუნიკაცია მქონდეს და აუხსნა, რომ რატო არის, რა არის, როგორ არის, თქვათ, ვისაც ნაკლებად ესმის კითხვას და გისვავს, აუხსნი ადამიანს. ხო, უნდა მიაყოლო რაღაცნაირად ახსნა განმარტება. ხო და ანუ მანამდე მკითხე მგონი ვინ ყიდულობს ხო, აი ძირითადად რა აი ეგ უფრო მეტად არის ჩვენთვისაც ეს ადამიანები რომლებიც გარემოზე ფიქრობენ ასე ვთქვათ და გარემოს დაცვის თემებზე და მეორე ალბათ ვისაც ცოტა ხელოვნება უყვარს თეატრი, მუსიკა, ანუ უფრო აი რაღაცა ეს ხელნაკეთ ნივთებს დიზაინს აქცევენ ყურადღებას რაღაცა უფრო ამ ორიგინალურობის და უნიკალურობიდან გამომდინარე ესე მგონია. მოკლედ თქვენი ორივეს გაერთიანება რაღაცნაირად და სინთეზი არის ხოლმე ეგეთი თან ცნობიერებას რო ამაღლებს და თან ბიზნესი არ დავივიწყოთ, იმიტომ რომ მე ძალიან მინდა რომ რაც შეიძლება მეტი ეგეთი მეწარმე იყოს და რაც თორე ძირითადი საქმიანობა იყოს მათი, იმიტომ რომ რაღაცნაირად რაც უფრო მეტად ხარ ჩართული, უფრო მეტად წინ მიდის მე ეგ საქმე, ძალიან დიდი წარმატებები მინდა რომ გისურვოთ და მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ და ცალკე კიდე მადლობა რომ ჩვენთან მოხვედით და გვესაუბრეთ ესეთ საინტერესო თემაზე და თუ რამეში დაგჭირდით, ყველაფერში მოკლედ თქვენს გვერდით გვიგულეთ. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, აუცილებლად გელოდებით კომენტარებში, თუ რამე თემა გაქვთ ისეთი, რომელიც გაინტერესებთ, ან კონკრეტული სტუმარი, ვისი მოსმენაც გინდათ. მოგწერეთ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.